დავიწყებ იმით, რომ მე პირადად არ მინახავს ეს დებატები, არ მეცალა წუხელა ამისთვის. თუმცა ვიცი საერთოდ განწყობა, რაც საზოგადოებას დარჩა და ვიცი რომ არავის არ დარჩენია განცდა, რომ გუშინ ამ დებატებს ჰქონდა ადგილი საერთოდ. თუნდაც მაშინ, როდესაც ხედავთ პაპუაშვილს და სუბარს ერთმანეთს ოპონენტებად, მე ვფიქრობ, ყველა უნდა დავინახო ძალიან კარგად, რომ შეხება გვაქვს ფარსთან, როდესაც რეალურად ფორმატი არის აწყობილი ისე, რომ პაპუაშვილი არის კომფორტის ზონაში შეყვანილი, როდესაც ფორმატი არის აწყობილი ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც გამოეხმაურა ლელოდან ამ დებატს და თქვი, რომ ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერ მომენტში ბეჭებზე დაგვედო კოცები, ნებისმიერ წამოდგა, ჩვენ არ ვიყავით, აქ ვიწვევდი. არ დაუპატიჟებთ, ხა წახვიდოდით, იმიტომ რომ მაგალითად გახარიას პარტია დაპატიჟეს, თუმცა როგორც რუსთაველი ამბობს, ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ყოფილი პრემიერის გუნდმა უარი თქვა ამ ფორმატში მონაწილეობაზე. თავად გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე განმარტავს, რომ უარს ამბობენ არა დებატებში მონაწილეობაზე, არამედ ოცნების მიერ შემოთავაზებულ პროპაგანდისტულ ფარსზე, საკუთარი სატელიტური პარტიების და დახელფასებული ექსპერტების მონაწილეობით დაანონსებული დებატები ისევ საკუთარი პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენა. თქვენთვის მისაღები იქნებოდა ის ფორმატი, რომელიც ამ შემთხვევაში იყო შემოთავაზებული. ნახეთ, ფორმატსაც შეეხება, მეც აქ უნდა მომსულიყავი, ხო? პოლიტიკური აქ ორი ტიპის პასუხი შეგვეღოს. ხო, ერთია პოლიტიკურ დონეზე პასუხი, ანუ საერთოდ მივიღებთ თუ არა მსგავსი ტიპის დებატში მონაწილეობას, ეს არის პოლიტიკური პასუხი, ან კი ან არა. და მეორეა რა ფორმატში უნდა წარიმართოს ესა თუ ის დებატი იმისთვის რომ ჩვენ ჩავთვალოთ რომ ეს არის დებატი შემოთავაზებული ეს არის მისაღები თქვენთვის ლელოსთვის ფორმატი ჩვენ გუშინ ვნახეთ ხო პირველი დებატზე ჩვენ განწყობა არის რომ მიუხედავად იმისა რომ არანაირი ლეგიტიმაცია გუნდს არ გააშია მიუხედავად იმისა რომ ეს არის კრიმინალების ბანდფორმირება მიუხედავად იმისა რომ ამ ხალხმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო მიიტაცა არჩევნები რეალურად ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური ზარალი მიაყენა თითოეულ ქართველს და გაუცაძლისი გახადა ამ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მას ყავს პოლიტპატიმრები, მიუხედავად იმისა, რომ მას რეალურად აბსოლუტურად შეცვლილი აქვს ქართული საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ამის მიუხედავად როგორც პოლიტიკურ პარტიას მას ყოველთვის ყველა ბერკეტის გამოყენებით უნდა დაესხა პოლიტიკურად თავს და ყოველთვის ყველა ბერკეტის გამოყენებით მას უნდა მიაყენო დამატებითი დარტყმა. ეს არის ჩვენი ფილოსოფია. 10 ბერკეტი ამ რეჟიმთან ბრძოლაში არ უნდა იქნას გაცდენილი, ასე თუ ვიტყვით, და ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული და ათვისებული, იმიტომ რომ ეს არის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, ის გებრძვის ყველა ტიპის სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მექანიზმით და შეცვლა შეკეთოს ყველა სხვადასხვა ტიპის ფორმით, მას დახვდე და შეუტიო. ამიტომ დებატი როგორც ასეთი შესაძლოა რომ იყოს საინტერესო იდეა, ერთით მეტი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კონცეფტს შეებრძოლო და დაასუსტო. რაც შეეხება ფორმატს, მით უფრო მუდმივად არის საუბარი, რომ ოპოზიცია აგებს ქართულ ოცნებასთან საინფორმაციო ომში და შესაბამისად თუ 103 ადამიანს რო ჩვენ რამეს აგებთ საინფორმაციო ომში. კარგია. კი, აბსოლუტურად კარგია, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენო იმისთვის, რომ რაც შევა მეტ ადამიანამდე მიიტანო ის ცხადი, არგუმენტირებული ფაქტებით და არგუმენტებით შეჯერებული სიმართლე, პოლიტიკური სიმართლე და პოზიცია რაც შენ გაქვს, მე აბსოლუტურად არწმუნებულია, რომ არ არსებობს კოჩი, რომელსაც რამე ძირითად კითხვაზე აქვს პასუხი. არ არსებობს. ეხლა მეორე საკითხი ფორმატი, ხო? რა ფორმატში შევა წარიმართოს ესა თუ ის დებატი, ხო? მე ხა ფორმატის დეტალებს როგორც გითხარით, არ ვიცნობ, იმიტომ არ მიყურებია მე ფიზიკურად, მაგრამ მე ვიცი საერთო განწყობა და როგორც ხედავ ამ საერთო განწყობიდან განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ფორმატი არის ადეკვატური ან როგორ ვთქვათ, მიუკერძოებელი და რეალური დებატის საფუძველს და წინაპირობას წარმოადგენს, ეს განწყობა არ დამჩენია. გულწრფელად გეტყვით და ამ კუთხით, რაც გახარების პარტიის წარმოადგენს უთქვამს, მე ვფიქრობ, ჯამში კარგად აღწერს იმ განწყობასაც არსებობს საზოგადოებაში, კრიტიკულ საზოგადოებაში. რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი აქვს შეცვლილი ქართულ ოცნებას და ამ კონტექსტში კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ ისევ დებატების თემაზე. რაც შეეხება უკვე დებატების არა ფორმატს და ვთქვათ მის მონაწილე სუბიექტებს, არამედ შინაარსს და თემებს. აი რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ქართული ოცნება შესაძლოა დისკუსიის გასახსნელად ემზადებოდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საერთოდ გვინდა თუ არა ევროკავშირი და ნატო და ხომარჯობს მაგალითად უბლოკო სტატუსი. სხვა შორის გუშინ აი ფრინდო ნინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ზურაბ ჩხაიძეს ჰქონდათ პრესკონფერენცია კონსტიტუციიდან 78 მუხლის ამოღების მოთხოვნით პლებისციტის ჩატარების საკითხზე. ამ
ხალხის გააქტიურება რას შეიძლება ნიშნავდეს? ამ ხალხის გააქტიურება არის ერთ მნიშვნელოვნად იმ რუსული პროექტის ნაწილი, იმ სქემის ნაწილი, სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანიც არის საქართველოს ნეიტრალიტეტი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად წამით არ მეპარება ეჭვი, არც ამ დებატებით და არც ამ დებატების გარეშე, იმაში რომ აუცილებლად ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის შემდეგი ამოცანა, რაც მათ აქვს მიღებული რუსეთიდან, ეს არის ერთ მნიშვნელოვნად საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ჩვენი ევროპოლიტიკური დღესასწაულის დასრულება. ამას ემსახურება შალვა პაპუაშვილის ფაქტიურად ყველა განცხადება, ის საათებს უთმობს ჯამში ყოველთვიურად ევროპული კავშირის, ნატოს, ინტერნაციონალიზმის, საერთაშორისო ალიანსების და დასავლეთის, პოლიტიკური დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ამას ემსახურება ირაკლი კობახიძის მთელი ანტიქართული შემოქმედება, ამას ემსახურება რუსული კანონებით, რომელიც მიიღეს, ამას ემსახურება ქვეყნის ჩაკეტვა და იზოლირება, ამას ემსახურება სამარყანდში სირბილი, სადაც არც ერთი შენი რეალური პარტნიორი არ დგას, არც ერთი ის მხარე არ დგას, აი მარტივად რა თქმა უნდა, ბევრი ფილოსოფია არც ერთი ის მხარე არ დგას, რომელიც შენი ქვეყნის სუვერენობას იცავდა ოდესმე, ხო? არც ერთი. ეს რას ნიშნავს? რომ შენ არა მარტო საგარეო ვექტორს ცვლი, არამედ ფუნდამენტურად მიდიხარ იმ მარტივად იმ ტოტის წინააღმდეგ, რომელზეც რეალურად ხარ 3-ზე მეტი აწლეული. აი დღესაც დუბაიში იმყოფება, ან იქნები სწორ გზაზე, ან აღარ იქნები. საქართველოს აი ესეც ამასაც დავარ, საქართველოს იმის კომფორტი არ აქვს, რომ რაღაცა სუპერ სახელმწიფოს შეცვალოს აგროპოლიტიკური გეზი, ხო მაგალითად და ვიღაცები ადგენენ სხვა ქვეყნები და არიქა ჩვენ შევცვლით შენთან ერთად. შენ საქართველოს ხარ და შენ შეცვლი რამეს. შენზე აისახება. შენ არ ხარ არც პაკისტანი, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც თუნდაც საშუალო ზომის აი ისევ დუბაიში იმყოფება ირაკლი კობახიძე და იმ კონტექსტში, რაზეც საუბრობთ, რამდენიმე წუთი ამ ვიზიტსაც დაუთმოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 3-5 თებერვალს სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე დღეს ამ სამიტზე სიტყვით გამოვა, ისე როგორც მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრაში თემაზე ინვესტიციების მომავალი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ახლა თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნეს წრეებთან შეხვედრებისთვის. თქვენ შეფასებით რა მნიშვნელობის მატარებელია დუბაიში დაგეგმილი სამიტი და რისი წამოღება შეუძლია საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებამ? აი, სწორედ ეგ არის თავარი, ხო? რისი წამოღება შეუძლია მათთვის შეხვედრიდან. მე ვფიქრობ, პასუხი არის თვითქმარი და ცხადი, ხო? არაფერს. წინა რომელიმე შეხვედრა რამე წამოიღო? არაფერი. ვერც ახლა ვერ წამოიღებს ვერაფერს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც საგარეო პოლიტიკიდან რაიმე წამოღება შეუძლია. ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც რომელიმე მნიშვნელოვანი მხარე ან ეკონომიკური ინსტიტუტი ელაპარაკება. ეს არ არის ფიზიკურად ის მოცემულობა და ის როგორ ვთქვათ, ის ქსოვილი, რაც მათ შექმნეს სახელმწიფოში, რომელიც ვინმეს აინტერესებს. აი იგივე ჩინეთი, ხო, რომელსაც საუბარი გვაქვს ხოლმე, ხო, ვთქვათ, რომ ჩინეთის ეკონომიკური დომინაცია შეიძლება გაიზარდოს. სინამდვილეში ჩინეთის არა დიდად დაინტერესებული ქოცები. ხო და ჩვენ გვახსოვს ეს ძალიან მარტივ მაგალითში ასახული. როდესაც თითქმის ყველა შესაბამისი ხელისუფლება მიიწვიეს, ხო, თავისი პარტნიორი ხელისუფლება და ქოცები იქაც კი არ მიიწვიეს, პარაძეც კი არ მიიწვიეს. ხო, წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ ქოცი მონადაც კი არ აინტერესებს ჩინეთს, მარტივად. და ხა საინვესტიციო საერთოდ რაში დაინტერესებს, ხო, ხა ჩინეთს სოფლები აქვს უფრო დიდი ზომის, ხო, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური ბაზარია. ხო, აი რითი უნდა დაინტერესო, როცა ირაკლი კობახიძე ხარ, ხო, რეალურად. ხო, გასაგები კორიდორის თემა არის, რა თქმა უნდა, და მე ამის ხშირი და ფრთხილი კრიტიკოსი ვარ ხოლმე, თქვათ, რა გავლენები შეიძლება ქონდეს, ხო, თქვათ, ანაკლიის და შუა კორიდორის კუთხით. მაგრამ რაჩი ეკონომიკაში შეხედო, ხო, თქვათ, რომელიმე ინვესტორი ვნახეთ, რომელიც რეალურად შემოიყვანა ეს გარდამყბადაღებული 6 მილიარდისა, რომელთაც არ მოხდება 6 მილიარდის ინვესტირება და ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა მაგალითი, ხო, როდესაც სოფლიოში ასეთი ტიპის შეთანხმება იდებოდა და შემდგომში რაღაც 150 და 200,000 დოლარი შემოიფარგლა ეს ინვესტიცია. ამიტომ მე არავითარი მოლოდინი არ გამაჩნია, რომ ეს ადმინისტრაცია ამ პოლიტიკის კურსით და ამ გეზით შეძლებს რაიმე ხელშესახები და მყარი, ანუ გრძელვადიანი მყარი სტაბილური ინვესტიციის შემოტანას და ყველა სხვა ინვესტიცია არის ინვესტიცია, რომელიც არ აისახება ჩვენს ეროვნულ დოლარზე, არ აისახება
ქართველების დასახლებაზე საქართველოს ოცნება აღმოსავლეთის და აზიური ქვეყნებისკენ აგრძელებს ყურებას, მაშინ როდესაც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიისკენ იყურება და როგორც ვიცით, მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს მას ჩვენს რეგიონში და შტატების ვიცე-პრეზიდენტიც ჩამოდის, ხოთ შორის სწორედ მიმდინარე თვის განმავლობაში ჩვენს რეგიონში, თუმცა ეწევა საქართველოს გარდა დანარჩენ ორივე ქვეყანას, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ ტრამპი და ამერიკა არ იმჩნევს საქართველოს და პერსონალურად ქართულ ოცნებასაც და სხვა შორის ამ კონტექსტში ვალერი ჩეჩელაშვილი იყო გუშინ ჩემი გადაცემის სტუმარი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მიზეზები იმის, რის გამოც შტატები საქართველოსკენ არ იყურება, შესაძლოა იყოს ის წერილებიც, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან რამდენჯერმე გაიგზავნა ვაშინგტონში და აქვე ლორა თორტონის პოზიციაც მინდა გაგაცნოთ ამავე საკითხზე. ის ჩვენ ჩავწერეთ ინტერპრეს ნიუსმა ჩაწერა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ. ლორა თორტონი ასეთ კითხვას სვამს, რატომ უნდა შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა მეორე ფრონტის მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს სიკვდილი ამერიკას. აი თქვენ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რა არის მიზეზები იმის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხო აი კიდევ ერთხელ ამ დრომდე არ იმჩნევს საქართველოს და მათ შორის პერსონალურად ქართულ ოცნებას. ძალიან კარგი კითხვა. პირველი მე ვფიქრობ ეს არის ის, რომ ტრამპს არ აინტერესებს ეს უღიმღამო რეჟიმები, რომელთაც არ აქვს გამართული კომუნიკაციის უნარი, რომელთაც ახასიათებთ კაფიო ანტიამერიკანიზმი, რომლებიც ბოლოს და ბოლოს ყოფილან ირანში მართლაც, პანაშვიდებზე თუ ინაუგურაციებზე, რომელთაც აქვთ ძალიან საეჭვო მსუბუქად ვიტყვით პოლიტიკა ჩინეთის მიმართ, რომელთაც ამავე დროს უნდა ითქვას მემორანდუმი აქვს ჩინეთთან გაფორმებული, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს უნდა გაეთვალისწინოს ჩინეთის პოლიტიკური გამოცდილება, ამ წარმოიდგინეთ ერთპარტიული გამოცდილება, აი ეს უშუალო მოდელი ჩინეთის, რომელიც აქვს, ხო? ამაზე აქვს ხელი მოწვეული ქართულ საგარეო საქმეთა მინისტრს. ესეთი რეჟიმის წარმოდგენა, როდესაც ხარ, შენ რა თქმა უნდა ნაკლებად საინტერესო ხარ ისეთი ტიპის პოლიტიკოსისთვის, როგორც არის ტრამპი. და ეს არის გეოპოლიტიკური ტრაგედია, რადგანაც ჩვენ აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, ხო, წლების განმავლობაში, რომ დადგება მომენტი და ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ. და დადგა მომენტი რუსეთ-უკრაინის ომის სახით, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ცუდად ჟღერს ჩვენ არ გვინდოს ამ ომი დადგეს და მithumetes ჩვენს მოძმე ერში და იქ ბავშვებს ხოცავდნენ, მაგრამ ისტორიის ჩარხმა, ასე ვთქვათ, დააყენა ეს მომენტი. და ჩვენ ვყავდა იდიოტები ხელისუფლებაში. აი ეს შევა ისტორიაში, რომ გაიხსნა საოცარი კარი, როგორც 20-25 წელში ერთხელ იხსნება უკეთეს შემთხვევაში. და ეს არის ისტორიის ციკლი, ხო, რომ შევხედოთ რეალურად თითო ფაზა, ხო, სოფლიოს უსაფრთხოების წესრიგისა და 25 წელი. აი მე გეტყვით თვითონ ქართულ ოცნებაში რითი ხსნიან იმას, რომ ამერიკასთან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა ჯერჯერობით ვერ იწყება. ზაზა შათრიშვილი ამეტავზე არ ჩანს, რომ ტრამპმა deep state-ი დაამარცხაო, ხო აი სწორედ ეს არის მიზეზი, რითაც ქართული ოცნება აი ამ მოცემულობას ამართლებს, ხო? შორის ამასობაში ქართულ ოცნებაში თვითონ ქართულ ოცნებაშიც აი რომ თავი რომ დავანებოთ თქვა ზაზა შათერიშვილს და მათთან დაკავშირებულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებს და მათ პოზიციებს თვითონ მართლ პარტიაშიც უმატეს შეიძლება ითქვას დონალდ ტრამპის და ამერიკის კრიტიკას. ეს რას შეიძლება ნიშნავს? ეს ნიშნავს ზუსტად აი სწორ ბივედი სინქროში თავარ ნაწილამდე რაც არის ივანიშვილი, რომელიც არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მართველი პოლიტიკური გუნდის სახალხო ქართული ოცნება, ივანიშვილი არის აშკარად უკმაყოფილო და ესხმის თავს ისურის ქვებს ტრამპის მისამართით, ხან აი ეს კარის ტაკიმას ხარ არ ყავს ჩინური დუგინი იმ კაცის გამოყენებით, ხან კიდევ აქეთ რო ყავს ესე იგი რაღაცა ცირკის სხვადასხვა მსახიობები, ხო? მათი გამოყენებით. ივანიშვილი ხო ზოგადად ძალიან ჰიბრიდული ფენომენია, ხო? თავისი ექსპერტებით, თავისი პარტიით, თავისი იმით, თავისი ამით ავლენს საკუთარ ნებას. ანუ ივანიშვილის ამოგითხა თუ კიდე აი სხვადასხვა ხალხში ჯამური ნება უნდა ამოიკითხო, ხო? რაღაცა როგორც რუსოს ესე იგი საზოგადო ნება, ხო? და ახლა ასე უნდა ეძება ბატონი ბიძინას ნება. ნაწილი ირაკლისშია დავანებული, ნაწილი ზაზა შათრიშვილში და ასე შემდეგ, ხო? და ეს ნება ჩანს და ეს ნება არის ტრამპზე თავდასხმა. და
ეს რა თქმა უნდა ტრამპ ადმინისტრაციამ ტრამპის საერთოდ არ ინტერესებს ივანიშვილი აბსოლუტურად შეგვიძლია გაიხსენოს სახელი და გვარი საერთოდ საქართველოს მიმართავს დღეს მაგრამ შესაბამისმა ადამიანებმა რომელიც იღებენ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს და პრეზიდენტს 30 წამიან წინადადებაში ყველაზე კარგ შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას იმ ხალხმა ძალიან კარგად იცის რომ აი ეს სტაკი მასხარები დღეს ივანიშვილის დავალებით ესხმიან თავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ყველა შევახსენო, როგორც ჩავარდა ქოცვური პროპაგანდისტული კოვზი ნაცარში. ჩვენ ვისმენთ, რომ 2025 წლის 20 იანვარი იყო წყალგამყოფი და რომ ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, სხვაგვარად, დავაგდებოდა სიტუაცია ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ხედავთ, რომ გავიდა 25-ის 20 იანვარიც, 26-ის 20 იანვარიც და ვერაფერი ვერ დავაგდა. იმიტომ ქოცები არიან აკი მასხარები, რომელიც არავის არც ერთ ნორმალურ ხელისუფლებას არ აინტერესებს და არასოდეს არ დაინტერესებს. ამიტომ არის რომ ქოცი უდრის უმუშევრობას, სტაგნაციას, ინვესტიციების კლებას და საქართველოს ქართულების გარეშე. ადროგრიგოლ არ დაგვრჩა ბევრი დრო, ამიტომ მინდა რომ რამდენიმე კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც მოვასწროთ საუბარი, რომლის განხილვასაც პარლამენტის სხვათა შორის უკვე შეუდგა გუშინ იურიდიულ კომიტეტში იმსჯელეს მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე და ალბათ არ იქნება გასაკვირი არც თქვენ გაგიკვირდებათ არც ზოგადად საზოგადოებას თუ კი ვიტყვით რომ ცვლილებებზე რომელსაც ამხელა აჟიოტაჟი ახლავს პარლამენტს გარეთ ფაქტობრივად არ ქონიათ კითხვები უმრავლესობის წევრებს. პოლიტიკური წინააღმდეგობის დაფინანსების ყველანაირი შესაძლებლობის ამოქოლვის მცდელობა ფასდება მოკლედ ის რასაც ოცნება აპირებს მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ გრანტად მიიჩნევა მაგალითად ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც კი რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების ან შეცვლისკენ მიმართ უქმედებს. აი თეონა აკუბარდია წერდა გასუკვირას სოციალურ ქსელში მამაჩემმა აქუმ 100 ლარი რომ მაჩუქოს და იმ 100 ლარით ბენზინი ჩავასხა შემდეგ კი მივიდე ქვეყნის დაქცევის გასაპროტესტებლად ტროტუარზე ნაცვლად 1 წლისა ტროტუარზე დგომისთვის 6 წლით ან მეტით დამიჭერა რომ მართლა აქამდე მივდივართ მართლა ამას გვეუბნებიან აი დაარქვით სახელი ქართული ოცნების მორიგნაბიჯებს ქართული ოცნების ამ მორიგნაბიჯებს ერთადერთი სახელმწიფო რქოს ეს არის ანტიქართული ვანდალიზმი. ეს არ არის კანონები, ეს არ არის კანონმდებლობა, ეს არ არის არაფრის რეგულირება, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ვანდალიზმი. აი როგორც იყოდნენ ბარბაროსები ჭიშკართან. ჩვენ შემოგვეცდნენ ბარბაროსები კანცელარიაში და პარლამენტში. არაფერი ნაკლები არ აღწევს ამას. ეს არის ანტიცივილიზაციური ფენომენი. აი ქართული ცივილიზაცია თუ კი არსებულა, ხო? აი ამ ქართული გაგება, სოფხედვა, სამყაროსთან დაკავშირებით, ხო? რაც საუკუნეების განმავლობაში არსებულა, ხო? აი რისი წამდა როგორც ერთს. დას ვაკეთებდით როგორც ერი. ისთვის ვიბრძოდით. ქოცი არის ყველაფერში ანტიცივილიზაცია. აი თლიანად ხელაღებით უარყოფს საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ ქართულ სიბრძნეს ქართულ შეხედულებას, ქართულ ტრადიციას ჩვენს სოფხედვას, ჩვენს დამოკიდებულებას, ყველაფერს აბსოლუტურად. ეს არის წარმოუდგენლად ანტიქართული და ამ რეჟიმმა შეძლო, რომ სააკაშვილის დიქტატორობა და ავტოკრატობა გახდა სასაცილო. სასაცილო. წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ შეხედოთ, როდის ყოფილა 8 თუ 9 პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ სააკაშვილის დროს მისი კრიტიკოსიც მეც ვიყავი, კი, და მეც ვიყავი, კი, მე ვიყავი, მიუხედავად ჩემი ასაკისა და მიქანაძე სხვები მინისტრების მოადგილეები იყვნენ და ხაინდრავები მინისტრები იყვნენ და დანარჩენები 60,000 ლარებს წირავდნენ და იმის აქვე ფულის ჩანტები დარბოდნენ, დღეს რო ქოცები არიან ვითომ და ამასობაში კობახიძე და პაპუაშვილი უცხოეთზე გავლენის აგენტები ყოფილან, ფლად, გაშანშალებული აი ყველაფერს დღეს გვეძახიან, თვითონ იყვნენ, პაპუაშვილიც NGO-შნიკი იყო, კი, ეხლა რომ იმალება სოროში, მე არ ყოფილა რომ კობახიძე იყო და საერთოდაც გერმანულ ფონდებში რომ მუშაობდნენ, საერთოდ გერმანიის დაზვერვის აგენტები ყოფილან, წარმოიდგინეთ. და აი მაგ წლებში უწოდებენ თვითონ, როცა თვითონ სოროებში იმალებოდნენ და გერმანულ გრანტებზე ცხოვრობდნენ კომფორტულად. კობახიძე ებრძოდა სააკაშვილს, ამ პაპუაშვილი, ოდესმე? არა. ვინც სააკაშვილს ებრძოდა, დღეს ყველა ოპოზიციაშია. ისევ. და ეგენი გერმანულ გრანტებზე იყვნენ მიერთებული და უცხოურ გრანტებზე. თურმე წყალებში გავლენის აგენტები ყოფილან. და დღეს აღმოჩნდა სააკაშვილი იყო დიქტატორი და ავტოკრატი. და თვითონ რა არიან? სააკაშვილის რო შემახსოვს ვინმე? აი ხო არ ვარ მისი მომხრე ხო? თქვა და არ ყოფილა ხო არასოდეს. ეს შემახსოვს ვინმე?
სამი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იგრძალებოდა, იხურებოდა 8 თუ 9 მოწინავე პოლიტიკური ლიდერი სამართლდებოდა საბოტაჟზე და მსგავსზე. შემახსენოს ვინმე ხო შეიძლება აი დაწოლილი ხოცები უყურებენ. აი დამიკავშირდნენ, შემახსენონ და შევადაროთ ვინ არის ავტოკრატი და რა არის დიქტატურა. თუ ვეღარ იღებენ ხოცები ხმას უკვე, იმიტომ რომ მათ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვეს, რომელიც თვითონ არ ყოფილა კორუმპირებული და ეხლა აღმოჩნდა რომ თურმე ეს კაცი რა ხელა კორუფციაში ყოფილა და მე რო ამას ვამბობდი ომი მინდოდა. და ახლა ირაკლი ყობახიძე რომ ამბობს, აღმოჩნდა რომ როგორი კორუმპირებული ყოფილა ირაკლი. აი ეს ფარსი, ეს არის ანტიქართული ბარბარიზმი. და აი როგორც მართლა სენი, როგორც განგრენა ისე უნდა მოიშროს ქართულმა ხალხმა. ბატონ გრიგოლ ბოლოკითხოვა. მშვიდობიანად, ცივილიზებულად, მაგრამ მყარად და მკაფიოდ. განგრენს თუ მოიშორებ, გადავა დანარჩენზე და მთლიან ორგანიზმს მოკლავს და ეხლა უკვე ამ ფაზაში ვართ. ეს განგრენა ეხლა არ დაწყებულა. კიდურებზე უკვე იყო და ეხლა უკვე გადასულია ძირითად ორგანიზმზე. და ამ ორგანიზმს ქართულ სახელმწიფოს უბრალოდ მოსპობს. ეს არ არის მეტაფორა, ეს არ არის სადღეგრძელო, ეს არის მოცემულობა და ფაქტი. ჩემი როგორც ბაშის ისტორიკოსისგან, ამათაც პოლიტიკოსისგან ეს ქვეყანა მოკვდება. ამ გზით მოკვდება ეს ქვეყანა. ბოლო კითხვის დასმა მინდა მოვასწრო და ეს კითხვა უკვე განათლების რეფორმაზე, რაც ასევე მწვავე შეფასებების საგანია იმ ნებათა ღელვის ფონზე, რაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მიღებულ გაწყვეტილებას ახლავს. ერთი მხრივ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, მეორე მხრივ თავად თესეუს და სეტეუს რექტორებმა დაიწყეს შეხვედრები პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებთან. ხდება მათი დარწმუნება, რომ აი უშუალოდ პროფესურასთან მიმართებაში ცვლილებები და შემცირება არ იგეგმება. ხა თვითონ რეფორმას რაც შეეხება გვესმის განცხადებები, რომ ქართული ოცნების მიზანი არის პოლიტიკური, შესაბამისად ყველა ნაბიჯი, რასაც ის დგამს, იქნება ეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანება თუ სხვა, ყველა ამ ნაბიჯს აქვს პოლიტიკური мотиваცია. კრიტიკოსთა შორის არის ლელოც, შესაბამისად იქნება ახსნად, რატომ მოასწავებს დაგეგმილი ცვლილებები აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, როგორც ამას სწორედ კრიტიკოსები ვარაუდობთ. კი ბატონო, პირველი დავიწყოთ იმით, რომ უნივერსიტეტების ავტონომია პრაქტიკულად არის დღეს განადგურებული ამ ცვლილებებით და ამ სულისკვეთებით, რაც ქოცურ რეჟიმს გააჩნია, გულისხმობ ორივე უნივერსიტეტის ავტონომიებს ცალ-ცალკე, ძალიან საყურადღებო და საგანგაშრომია. მეორე, ეს არის პოლიტიკური ცენტრალიზმის გამოხატულება და მეტი არაფერი. ქოცების მიზანი დღეს არის, რომ რეალურად ორი მსხვილი ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ სტუდენტს და ასევე ბევრ პროფესორ მასწავლებელს, იქნას დაქვემდებარებული ერთიანი საპოლიციო მეთვალყურეობის ქვეშ და იზოლია სახელმწიფო გაიჟღერა როგორც საყურადღებოა, როგორც კი, გასაგებია იზოლია დოქტორია წიგნები აქვს დაწერილი და შემოღაც აკადემიური პრეტენზიები გააჩნია ამ კუთხით, მაგრამ ის ამავე დროს არის სუსის და თავდაცვის ყოფილი ლიდერი. ხო, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს იზოლიას ფენომენი, ზოგადად, ხო? და იზოლიას დანიშნო არის, როგორც აი ჰიმლერიან, რა ვიცი, გიორინგიო დანიშნო რაღაცა ოპერის და იმის აქვია შოთა რუსთაველის თეატრის გაერთიანებული რაღაც კოლექტივის. ჯერ არ დანიშნულა და ხო, მაგრამ იდეაც კი ხო აჩენს, ეს იდეა შემთხვევით არ გაშოვა, ეს იგი საიდანაც არსებობს, ხო, რაღაც სარწმუნოებად და კიბო წყარო, ხო? ეს არის პოლიტიკური ცენტრალიზმი, რადგანაც ირაკლი ყობახიძე, რომელიც ალბათ ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახლოს არის აბსოლუტურ ძალაუფლებასთან და არც ერთ წინა ლიდერს მე არ მახსენდება, რომ ამდენი ძალაუფლება ქონოდა, ეს უკვე ჰიპერ ძალაუფლებას აღარ ქვია, ხო? აი ყველაფერზე, აი ნახეთ, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, გადაფორმებული იყოს, ხო? ეკონომიკაში აფათურებს აცეცებს, ხო? და ფასების რეგულირებაზე რაღაცებს, ესე იგი პოპულისტურად, ესე იგი ცდილობს. მე არ მგონია რომ დაარეგულიროს რამე, მაგრამ ცდილობს, ხო? ეხლა გადავიდა, ნუ NGO-ები გაანადგურა, არასამთავრობო საზოგადოება გაანადგურა. ქართველები გააქცია ქვეყნიდან და ეხლა მიადგა, რა თქმა უნდა, იმ ორ მსხვილ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკური კონტროლის გარეშეც ძალიან ბევრ რაღაცას ვერ აკონტროლებს და ეს მან ძალიან კარგად იცის. ამავე დროს არის კიდევ ბევრი ფაქტორი, როგორც ეს სტუს ქონებები, ხო? მე ძალიან კარგად ვიცნობ სტუს სხვა ქონებებს და სხვა შენობებს, მათ შორის იმიტომ რომ მამაჩემი 62 წლის განმავლობაში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიკოსი და ძალიან კარგად ვიცნობ, მაგალითად არქიტექტურის მიმართულებით ძალიან კარგად ვიცნობ ადამიანებს და მათ აზრს, ხო, ვიცნობ სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს და მე მგონია რომ ამ ტიპის ჩარევა, მე მგონია ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სტუს, ძალიან ბევრი პრობლემა, ასევე უამრავი პრობლემა აქვს თესეოს, მაგრამ მგონია რომ ორივე ასწლოვანი ინსტიტუტი უნდა ცალ-ცალკე რეფორმირდეს და ცალ-ცალკე უნდა მივახციოთ იმას, რომ მათი ხარისხი და სტანდარტები დაიხვეწოს და ისინი იყვნენ მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტების შორის.